ქრისტეშობის დღესასწაული მინდა მიულოცო თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს. ქრისტეშობა გახდა დასაბამი ადამიანისა და ღმერთის შერიგებისა. ღმერთი გაადამიანდა, რათა ადამიანები ღვთისმადლით განვიღმრთოთ და ეს არის ჩვენი სარწმუნოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი, რომ ადამიანის მთავარი მოწოდება და მთავარი ღირებულება უნდა იყოს მადლით განღმრთობა და სწორედ ამის გამო მოევლინა უფალი ჩვენი იესო ქრისტე კაცობრიობას. ქრისტეს შობამდე აღთქმული მიწის შვილების ცხოვრება შეიძლება სამ ეტაპად დაიყოს. ეს იყო აბრაამიდან აღმავლობა, შემდეგ იყო დაცემა, ტყვეობა და შემდეგ უკვე ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მოლოდინი და ქრისტეს მოლოდინი, როდესაც ქრისტე იშვა, მაშინ დასრულდა, რადგან მოევლინა უფალი იესო ქრისტე. ეს იყო პირველი მოლოდინი, ხოლო უკვე აღდგომის დამაღლების შემდეგ კაცობრიობა ცხოვრობს მეორე მოლოდინში, მეორედ მოსვლის მოლოდინში. ვიცით, რომ უფალი დიდები დაბრუნდება, მოხდება საყოველთაო განკითხვა ადამიანებისა და თითოეული ქრისტიანი უნდა ვცდილობდეთ, რომ შევიყვაროთ უფალი მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი გულით, რომ უფლის მარჯვენა მხარეს დავდგეთ და სათასაუფლოს მკვიდრი გავხდეთ და თითოეულ ქრისტიანს უსურვებ ამას და ულოცავ შობის დღესასწაულს.